რაც შეეხება შემდეგ თემას, ესე იგი თაობათა შორისი დიფერენცირება, ისეთი ტერმინები გავიგე, რაც არ ვიცოდი, მოკლედ ნინი ტავლიძე შემოგვიერთა და გვესაუბრება თაობათა იმ სხვაობებზე და იმ ტერმინებზე, რომლებიც დროთა განმავლობაში დამკვიდრდა და ვინც ჩემსავით არ იცით, რო გავიგეთ, ვიცოდეთ, ჯენზი ვიცი უკვე, მაგრამ აი სენდვიჩი და არა, აი სენდვიჩი დღეს გავიგე. რომელი თაობა? ვინ ვარ მე? მე ვიცოდი და დამავიწყდა. ახლა გავიგე. მილენიალები. წესით. ხო. დილამშვიდობის მოგესალმებით და მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ყოველი თაობა საკუთარ ეპოქას ქმნის, განსხვავებული ღირებულებებით, ჩვევებით, პრობლემებით, შესაძლებლობებითა და გამოწვევებით. კი ბატონო. ტექნოლოგიურმა განვითარებამ, სოციალურმა ცვლილებებმა და გლობალურმა მოვლენებამ მათ შორის დისტანცია საკმაოდ გაზარდა და ერთმანეთისგან განსხვავებულობაც განაპირობა. ყველაზე ხშირად ბოლო დროს მაინც გვესმის ჯენზი, თუმცა კიდევ ერთხელ ვთქვათ ჩვენს მაყურებელს, რომ ამ ტერმინს იყენებენ იმ ადამიანების, ასე ვთქვათ, აღსანიშნავად, რომლებიც დაიბადნენ 1997-დან 2012 წლის შუალედში. თუმცა ჯენზიმდე იყო დუმილის თაობა, იყვნენ ბეიბი ბუმერები, იყვნენ მილენიალები და იყვნენ სენდვიჩის თაობაც. როგორც ვთქვით, უკვე დღეს ვსაუბრობთ თაობებზე და დღეს შევეცდები, რომ დეტალურად მოგიყვეთ იმის შესახებ, თუ რა განასხვავებთ მათ ერთმანეთისგან, რომელ წლებში არიან ისინი დაბადებულები და რატომ უწოდეს მათ ასეთი სახელები. დავიწყოთ დუმილის თაობით. ეს ტერმინი იმ ადამიანებზე საუბრისას გამოიყენება, რომლებიც 1928-1945 წლებში დაიბადნენ. სწორედ მათიდან იწყება თაობების სახელებით მოხსენიება. მართალია მათ წინ დაბადებულ ადამიანებს ხშირად დაკარგულ თაობად მოიხსენიებენ, თუმცა ეს უფრო არის ლიტერატურული ტერმინი, ვიდრე თანამედროვე დემოგრაფიული კლასიფიკაცია. დაკარგული თაობა, იმიტომ რომ ომის აშინელება საკუთარ თავზე გამოსცადეს მათ და შექმნილმა სიტუაციამ ნამდვილად ყველაფრის შესაძლებლობა დააკარგვინა. ეს მოკლე გადახვევა ახლა დაუბრუნდათ ისევ დუმილის თაობას, როგორც ენციკლოპედია ბრიტანიკა გვეუბნება, პირველად ეს ტერმინი 1951 წელს ჟურნალში Time გამოჩნდა. სტატიის უცნობი ავტორი მათზე საუბრისას ასეთ სიტყვებს წერდა და უთხრათ ახლა ჩვენს მაყურებელსაც, რომ ეს ადამიანები მეორე მსოფლიო ომის დროს მოზარდები და ბრძოლისთვის ჯერ კიდევ პატარები იყვნენ. ამიტომ რომ ზედმეტი სიფრთხილე და სიმშვიდე ახასიათებთ, ნაკლებად ამბიციურები ჩანან საჯარო გამოსვლებითა და ინიციატივებით გამოირჩევიან. არაფერს აპროტესტებენ, წესრიგს ყველაფრის ფასად ინარჩუნებენ. თითქოს ხმას არ იღებენ. სწორედ აქედან გაჩნდა ტერმინი დუმილის თაობა, სხვადასხვა დროს სხვადასხვა შორის ძალიან ბევრი მეცნიერი და დემოგრაფი დაინტერესდა თუ რა მახასიათებლები ჰქონდათ მათ და არაერთი ნაშრომი იძებნება ამ თემაზე. თუმცა საეთერო დროის და გამომდინარე მხოლოდ ძირითადზე გავამახვილებ დღეს თქვენი და ჩვენი მაყურებლის ყურადღებას. მოკლედ რა ახასიათებს დუმილის თაობას, ისინი ურთულეს პერიოდში გაიზარდნენ, საკუთარ თავზე გამოსცადეს დიდი დეპრესიის შედეგები, ომის შემდგომი ეკონომიკური თუ პოლიტიკური კრიზისი, დეპორტაცია, შიმშილი, სიღარიბე. რაც შეეხება მათ ფსიქოლოგიურ მახასიათებლებს, როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, დუმილის თაობის წარმომადგენლები სტაბილურობის ძლიერი მოთხოვნილებით გამოირჩევიან, ეს იმიტომ, რომ დაუცველ გარემოში გაზრდილებს მუდმივად სურდათ უსაფრთხოება. ახასიათებთ მოთმინება, მოვლენებისადმი მორჩილება, ყოველთვის სუც უფრო მეტად ელოდებიან, ვიდრე კარგს, რადგან ბავშვობაში ყოველთვის უარყოფითი მოვლენები ხდებოდა. ემოციებს საკმაოდ იშვიათად გამოხატავენ, რადგან დაუცველ გარემოში გაიზარდნენ. მათი სამუშაო ეთიკა ერთიანდება ერთ ფრაზაში, ეს არის იმუშავე ბევრი, ილაპარაკე ცოტა. დუმილის თაობა სამსახურის მიმართ ერთგულებით გამოირჩევა, პატივს ცემს იერარქიას, მკაცრ დისციპლინას, მათ ასე ვთქვათ, ყველაზე ტრადიციულ ოჯახურ თაობადაც მოიხსენებენ ხოლმე, რადგან იმ პერიოდში ქალის როლი მხოლოდ და მხოლოდ იყო სახლში ყოფნა, ხოლო მამაკაცს უნდა ემუშავა. ისინი საკმაოდ თავშეკავებული მშობლები არიან. მიუხედავად იმისა, რომ დუმილის თაობას უწოდებენ, მათ საკმაოდ ძლიერი მიღწევებიც აქვთ და უთხრათ ჩვენს მაყურებელს, იმიტომ რომ ისინი გახდნენ ეკონომიკური სისტემების შექმნის საფუძველი. დიდი წვლილი შეიტანეს ომის შემდგომი ინფრასტრუქტურის აშენებაში, ასევე მრეწველობისა და ტექნოლოგიების ფორმირებაში და მათთვის ერთიანობა იყო ყოველთვის მთავარი ღირებულება. რაც შეეხება ტექნოლოგიებთან დამოკიდებულებას, მათ დროს, ანუ იმ პერიოდში გაიზარდნენ, როდესაც კომუნიკაციის მთავარ არხად მიჩნეოდა რადიო, ხოლო ტელევიზორი იყო ახალი ხილი. აი ამ დუმილის თაობის შემდეგ არიან ბეიბი ბუმერები და ანუ ის ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ 1946-1964 წლებში და რატომ ბეიბი ბუმერები?
რატომ შეურჩიეს ეს სახელწოდება. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ამერიკასა და ევროპაში ახალშობილთა რიცხვი გაიზარდა საგრძნობლად, ფაქტობრივად ნამდვილი დემოგრაფიული აფეთქება მოხდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ სამხედროების ნაწილი ოჯახებს დაუბრუნდა, დაიწყო ეკონომიკური ცვლილებები, ასევე სახელმწიფო პაკეტები, ასე ვთქვათ, ახალისებდა წყვილებს და ასე შემდეგ. თითქოს სამყარომ გაიღვიძა, ასე ვთქვათ და ამიტომ დემოგრაფებმა ამ თარიღებში დაბადებულებს უწოდეს ბეიბი ბუმერები. დემოგრაფების თქმით, დუმილის თაობისგან განსხვავებით ისინი ოპტიმისტები არიან, ომის შემდგომი პერიოდი მათთვის ქმნიდა განცდას და რწმენას, რომ მომავალი უკეთესი იქნებოდა. ბუმერები ინდივიდუალიზმით და თვითგამოხატვით გამოირჩევიან, მათ ხშირად რევოლუციონერებადაც კი მოიხსენებენ, იმიტომ რომ არასდროს ერიდებოდნენ პროტესტს, ერთ-ერთი სხვა შორის პირველები იყვნენ, რომლებმაც ბრძოლა დაიწყეს დისკრიმინაციის წინააღმდეგ, ქალების უფლებებისთვის და სოციალური ცვლილებებისთვის. პიროვნული თავისუფლება, მოკლედ, ბეიბი ბუმერებისთვის ნომერ პირველ ღირებულებად იქცა და მათი სამუშაო ეთიკაც საკმაოდ განსხვავებული არის. ისინი მიზნებისადმი ერთგულებით და შრომის მოყვარეობით გამოირჩევიან, კარგად უმკლავდებიან კონკურენტულ გარემოს, იმიტომ რომ დუმილის თაობისგან განსხვავებით ბუმერები სხვა შორის სამუშაოს პარალელურად ეძებენ კომფორტსაც და ამის კენას ისწრაფვიან. სხვა შორის როგორც დემოგრაფები ამბობენ, ჯანსაღი ცხოვრების სტილის პოპულარიზაცია, რომელიც ახლაც ერთ-ერთი მთავარი საკითხია და ზოგადად ციფრული რევოლუცია სწორედ ბუმერებიდან დაიწყო. მათ დროს უკვე არსებობდა ტელევიზორი, არსებობდა პერსონალური კომპიუტერები, მობილური კავშირი, რომელიც მათ სოფლმხედველობას აფართოვებდა. თაობა იმას გავაკეთებ შეფასებას. ეს ბეიბი ბუმერები ვისი გაზრდილები არიან? დუმილის თაობის. ამიტომ ძალიან დიდი სტრესის შემდეგ დიდი გარდატეხებით იწყება და ეს მათი მშობლების ჩადებულია, რაც დამსახურება არის. თაობა X-ს მინდა გადავიდეთ, რომელსაც ხონერად სენდვიჩის თაობას უწოდება. და ხო არ მოხდით თუ არ გახსოვთ, როდის დალიეთ ბოლოს ყავა მშვიდად რადგან სხვის საჭიროებებზე სრუნვით იყავით დაკავებული, მაშინ დიდია იმის ალბათობა, რომ თქვენ თაობა X-ის წარმომადგენელი ხართ და 1965-დან 1980 წლების შუალედში დაიბადეთ. იქიდან გამომდინარე, რომ ხშირად უწევთ სრულ როგორც მოხუც მშობლებზე, ისე შვილებზე, სოციოლოგები აღნიშნულ თარიღში დაბადებულებს სენდვიჩის თაობადაც მოიხსენიებენ ხოლმე, რადგან ეს ადამიანები ყოველწლიურად ორ ცეცხლშუა მოქცეულები, მშობლებისა და შვილების გადაკვეთა ქმნის რეალობას, რომელშიც სენდვიჩის თაობას ენერგიის გაურმაგებულად, ასე ვთქვათ, დახარჯვა უწევს, ამიტომ ამ თაობის წარმომადგენლები ეგრეთ წოდებული გადაწვის სინდრომით ყველაზე მეტად იტანჯებიან ხოლმე. სხვა შორის სენდვიჩის თაობაში თურმე მაღალი არის, როგორც ამბობენ დემოგრაფები, განქორწინების მაჩვენებელი, მათ დამოუკიდებლობა, ადაპტაციის მაღალი უნარი, მოვლენებისადმი სკეპტიკური და რეალისტური მიდგომა ახასიათებთ. მათი სამუშაო ეთიკა არის სამსახურისა და ასე ვთქვათ პირადი ცხოვრების ბალანსი და თაობა X-ში სხვა შორის ორივე მშობელი მუშაობს. ამ შემთხვევაში ის რომ ოჯახში შემოტანი იყო მხოლოდ მამაკაცი, ამ თაობაში არის ეს უკვე შესუსტებული. გადავიდეთ მილენიალებზე, მგონი აქ აი არჩილი გასაყარია. მე ნახევრად სენდვიჩზე მოხვდი. რაღაცები მენიშნა შენ შემთხვევაში რაღაცები არა. მეც მაგიტომ ვიქნებ რომ აბა ნახოთ მილენიალები. სენდვიჩის თაობის შემდეგ მოდიან მილენიალები. იგივე თაობა Y, ეს არის 1981-1986 წლებში დაბადებულები. ისინი უკვე გარდაქმნილი სამყაროს საზღვართან მოვიდნენ და ახალ 1000 წლეულში შეაბიჭეს. ამიტომ ვეძახით მათ სწორედაც მილენიალებს. ისინი გლობალიზაციის ეპოქასა და ტექნოლოგიური რევოლუციის ადრეულ წლებში გაიზარდნენ. მილენიალები პროგრესულ თაობად ითვლებიან, მათთვის პირველ ადგილზე ადამიანის უფლებები, თანასწორობა, თვითგამოხატვა, კოლექტიურობა და სამართლიანობისადმი დაცვა დგას. მათი სამუშაო ეთიკა ასეთი არის, რომ არ უნდათ უბრალოდ სამუშაო, მათ უნდათ ისეთი საქმე აკეთონ, რომელსაც მიზანი და აზრი ექნება. კარიერაში სწრაფად მიიწევენ წინ და უპირატესობას მოქნილ გრაფიკს ანიჭებენ. სენდვიჩი ხوار ვარ. მიაგენი გზა გასაყარს შეიძლება. მორგებული გრაფიკი და ძალიან საკუთარ თავზე ორიენტირებულად. ვერ გამოდის. სხვა შორის როგორც აღმოჩნდა, მილენიალები ხშირად ოჯახს ხშირ შემთხვევაში ქმნიან გვიან და უფრო მეტად არიან ასე ვთქვათ ფოკუსირებული პარტნიორობაზე დაფუძნებული კავშირებზე. უფრო მოსწონთ ასეთი ურთიერთობები, მშობლებთან ახლო ასე ვთქვათ დამოკიდებულებით და ურთიერთობით გამოირჩევიან და შვილების მომავალ განვითარებაზე განსაკუთრებით ზრუნავენ. სოციალურად და პოლიტიკურად საკმაოდ აქტიურებიც არიან, მათთვის ციფრული კულტურის შექმნა და გარემოსდაცვით საკითხებზე მუშაობა უმნიშვნელოვანესი ყოფილა თურმე. ერთ-ერთ ყველაზე განათლებულ თაობად მიიჩნევა, იმიტომ რომ როგორც ამბობენ, უმაღლესი ასე ვთქვათ, განათლების მიღების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი არის მილენიალების შემთხვევაში. ასევე მოგზაურობა არის მათთვის ცხოვრების წესი.
მეთანხმებით ხო? თანხას გამოცდილებების დაგროვებაში უფრო მეტად ხარჯავენ, ვიდრე ნივთების შეძენაში. თუმცა სოციალური ქსელების ასე ვთქვათ, წინ წამოწევამ და ეკონომიკურმა უთანასწორობამ მილენიალებში ფსიქოლოგიური წნეხიც გამოიწვია რაღაც კუთხით, იმიტომ რომ ხშირად გამოირჩევიანო, ასე ვთქვათ, მაღალი შფოთვით, სტრესით, ეს ძირთად ახასიათებს ხუმრიცით ინტერნეტ სივრცეს, სოციალურ ქსელებს და ასე შემდეგ ეპოქა. ახლა გადავიდეთ ჯენზიზე, რომელიც მე ვარ პირველი ჯენზი 1980-იან. ჯენზი ხარ. მოკლედ, ჯენზიზე უნდა ვისაუბროთ და ეს არის იმ ადამიანების ერთობლიობა, რომლებიც 1997-დან 2010 წლამდე შუალედში დაიბადნენ. მათ ხშირად უწოდებენ ყველაზე თავისუფალ, ტოლერანტულ და ღია თაობას. ჯენზი არის პროგრესული, ინდივიდუალური და მრავალფეროვანი თაობა. ჩათმის საკმაოდ თავისებური სტილი აქვს. ტრადიციულობისა და თანამედროვეობის შერწყმა ახასიათებთ და თავისუფლების სიყვარული გამოარჩევთ სხვა თაობებისგან განსაკუთრებით. არიან დამოუკიდებლები, აქტიურები და კრიტიკული აზროვნების მქონეები, აპროტესტებენ იმას, რაც არ მოსწონთ, იბრძვიან უკეთესი გარემოს შესამქმნელად და ამსხვრევენ სტერეოტიპებს. ასევე სჯერათ, რომ შრომითა და მიზანდასახულობით აუცილებლად მიაღწევენ იმას, რაც სურთ და არ ეშინიათ გამოწვევების და სხვა შორის არც მენტალურ პრობლემებზე საჯაროდ საუბარს ერიდებენ, სხვა შორის ჯენზის ეს გამოარჩევს სხვა თაობებისგან. ასევე ისინიც არიჭებენ უპირატესობას მოქნილ სამუშაო კულტურას. დამტკიცეს შეერათ, რომ თავისუფალი გრაფიკი და ჰიბრიდული მუშაობის რეჟიმი, როგორც ონლაინ, ასევე ოფისში არის ყველაზე ეფექტური ამ კუთხით. აფასებენ განსხვავებულობას, თუმცა ხშირად ხვდებიან ხოლმე კრიტიკის სამიზზე და ამ შემთხვევაში როგორც მილენიალებთან ჯენზისთანაც არის ეს ფსიქოლოგიური წნეხი, სოციქსელებიდან და ინტერნეტ სივრციდან გამომდინარე. გადავიდეთ ალფა თაობაზე. ყავთ ვინმე, ვინც არის ალფა თაობა? ეს არის 2010-დან 2024 წელს დაბადებულები. ეს არის პირველი თაობა, რომლის ყველა წარმომადგენელი 21 საუკუნეში დაიბადა. ისინი ჭკვიანი ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში გაიზარდნენ. დამოუკიდებლები, მრავალფეროვნები არიან, ცვლილებებს ადვილად ეგუებიან გლობალურ პრობლემებსა და გამოწვევებშიც საკმაოდ კარგად ერკვევიან და თუმცა ძალიან დიდ დროს ატარებენ ისინი გაჯეტებთან, ამის გამო ხშირად ექმნებათ ხოლმე როგორც ფიზიკური, ისე მენტალური პრობლემები და სხვა შორის არის 2025 წელი და უთხრათ ჩვენს მოყურებელს, რომ 2025 წელი არის ახალი თაობის, ეს არის ბეტა თაობა, რომელიც გაგრძელდება 2039 წლამდე და სხვა შორის ეს იქნება თაობა, რომელიც მოესწრება იმას, რომ ხელოვნური ინტელექტი იქნება აბსოლუტურად ყველა სფეროში უკვე ისინი ნახავენ ხელოვნური ინტელექტით შექმნილ ექიმებს, ჟურნალისტებს. ჩვენც ნახავთ, დინი რა იყო? ხო რა. მარტო ის და სხვა შორის დემოგრაფების პროგნოზით 2015 წლისთვის თაობა ბეტა გლობალური პოპულაციის 16%-ს დაიკავებს და ბევრი მათგანი 22 საუკუნეშიც გადააბიჯებს. რა კარგია. რა თქმა უნდა, მოვედი ტრადიციულად პატარა გამოცნობით. ყველაზე მეტად ახასიათებთ ეს შენ. საშინელი ვერ გამოვიდა. ეს შენ გაქვს არა, მაგ. რაღაცა დაიწყო ჯენზის ისინი ტერმინოლოგია მოვიდა და აფასი და ბეტა. და ნახოთ როგორ ვიცნობთ ესე ვთქვათ ეგრეთ წოდებულ სლენგებს, რომელიც ყველაზე მეტად ჯენზი თაობას ახასიათებს. ალბათ თქვენი აზრით, რომელია სიტყვა ქრაშის სწორი მნიშვნელობა. ბიჭი, რომელიც თავს გაბეზრებს ყურადღებით, ადამიანი, რომელიც მოგწონს, თუმცა შეთვის მიუწვდომელია, შეყვარებული, რომელმაც გული გატკინა თუ თანამშრომელი, რომელიც გაღიზიანებს. ვინ არის ქრაში? აბა? მაგ თამამი ვარ. აბა, ბ. სწორი პასუხი არის ნამდვილად. კარგად დავიწყეთ და გავაგრძელოთ მოკლედ. რას ნიშნავს ვაიბი? სტილსა და ჩაცმულობას, თავის მოვლის საშუალებებს, ენერგიას ან განწყობას თუ ბედნიერებას. ენერგიას და განწყობა არის ჩემთვის ჩემთვისაც, მაგრამ რაღაცა ეს ჯენზი სხვანაირად იყენებს ხოლმე. მე განწყობა და ენერგია. მე მილენიალს SMS-ს ენერგია და განწყობა. ენერგია და განწყობა ჯენზით გეთანხმება ამ შემთხვევაში ამ კონტექსტში იყენებენ. კარგით, ვინ არის თქვენი აზრით ექსტრა? ადამიანი, რომელმაც წარმატება შრომით მიაღწია, ადამიანი, რომელსაც თავისი აზრი სწორი ჰგონია, ადამიანი, რომელსაც საკუთარი თავი ძალიან უყვარს, თუ ადამიანი, რომელიც ზედმეტად დრამატულია. ვინ არის ექსტრა? მე ყველაფერი შეიძლება, იმიტომ რომ ექსტრა ხო ცოტა ზედმეტს და მეტობას ნიშნავს. მაგრამ მაინც როგორ კონტექსტში იყენებენ ხოლმე. მოდი იყოს ექსტრა. მე მგონი ცუდ კონტექსტში არ იყენებენ. და ხო არ იყოს გეთქვი შენ? მე ვთქვი ადამიანი, რომელსაც თავის სწორი ჰგონია. მე გესვიტყვი. ამ შემთხვევაში არის ადამიანი, რომელიც ზედმეტად დრამატულია, იმიტომ რომ ჯენზი მუდმივად დახსოვს, რომ ცუდ კონტექსტში უფრო იყენებენ ხოლმე, ვიდრე დადებით კონტექსტში. გვეცოდინება მოკლედ ამის მერე ვინ არის ექსტრა. გადავედით, აბა როგორი ადამიანია თქვენი აზრით woke-ი?
და Vogue არა, Vogue. სოციალური თუ პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხებზე კარგად ინფორმირებული პირი, ადამიანი, რომელსაც ხვისი აზრი არ აინტერესებს, სიმპათიის უნარის მქონე პიროვნება თუ ადამიანი, რომელსაც მეგობრები განსაკუთრებულად უყვარს. მაინც ბესკენ მივდივარ. ბესკენ წავედი ლოგიკურად. ეს არის ასეთი განსხვავებულები არიან მოკლედ ჯეზის წარმომადგენლები, ეს არის სოციალური თუ პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხებზე კარგად ინფორმირებული პირი. მოკლედ ვეიქ ხო არის გაღვიძება. რაღაცა ძალიან უხეშად რო ვთქვათ, აზრზე მოსულ ადამიანს უწოდებენ ვოუქს ჯეზი თაობის წარმომადგენლები. He's woken up. Okay. განმარტეთ ტრიგერი. მე მგონი აქ სიტუაცია ან ადამიანი, რომელიც ნოსტალგიურ განწყობას გიქმნის, სიტუაცია ან ადამიანი, რომელიც ძველ ტრავმას გახსენებს, სიტუაცია ან ადამიანი, რომელიც კარგ განწყობაზე გაყენებს, თუ სიტუაცია ან ადამიანი, რომელსაც ვერ უკლავდები. რატოა ეს ტრიგერი ვერ გავიგე. თუ ადამიანი ეს არ არის. რომელი? მეორე არ არის, მესამე არის სიტუაცია, არც ეს არ იქნება. მე და დეშო რომ ვერ ვკლავდები? ბესთან მივედი მე. სწორია ბე. კი ბატონო. გადავედით. რა არის glow up-ი, აი რო იძახე. გაგნებაში glow up-ი. რატომ აიძულებ ჯეზი თაობა რომ ვიცოდე ინგლისური ტერმინები? დე არის glow up-ი. გაგნებაში. რა არის glow up-ი? ცვლილება რომელსაც ადამიანის საკუთარი თავის უკეთეს ვერსიას. სწორია. glow up people. ეს უნდა ვიცოდეთ. რას ნიშნავს დასტალკვა? ადამიანების манипуляციას, ადამიანების მოტყუებას, ადამიანების თვალთვალს რეალურ თუ ვირტუალურ სივრცეში, თუ ადამიანების შეშინებას და იძულებას. გეკითხო. რატო დამსტალკეო? რატომ? დავიქრინჯეც უნდა ვიცოდე. დავიქრინჯე, ანუ რა მომივიდა. დავიხერხულად არა კომფორტულად მიგძენი. ვიღაციდან რაღაცით აღრთოვანი და ჩავფიქრე და ბევრი ვიტყვი. აი, დავიქრინჯე. აი ესეც ვიცოდი. ფემ რა არის? თქვენი აზრით რა არის ფემ? ვასწრებთ ხო მეცხრე შეკითხვას. მიდი. უფროსის შემოკლებული ვერსია, ფემინისტის შემოკლებული ვერსია, ოჯახის შემოკლებული ვერსია თუ ბიძაშვილის შემოკლებული ვერსია? ოჯახის, სწორია. მაგრამ ფემინისტის მინდოდა. არა, მე ფემილით მივედი, ხომ ფემინისტი ხომ ფემილით მივედი თქო რა, აი ბოლოს შეკითხვა დავსვათ, რა არის Slay Queen? კაი, ვამბობ. Slay Queen, როცა როცა სხვისის აქციელთან მიღწევებით აღრთოვანებული ხარ და უფრო მეტად აგულიანებ ადამიანს, რომ უბნები ამ სიტყვებს, როცა ცდილობ ორი მეგობარი ერთმანეთს დააპირისპირო, როცა ცდილობ დედოფალივით გამოიყურებო და თუ როცა სხვას აგრესიული ქმედებისკენ უბიძგებ. ჩემი არის. You slay. Slay Queen. Wake up. ვოუქი ვისწავლეთ, Slay Queen. არა, ძალიან ბევრი რა ექსტრა. ექსტრა ვისწავლეთ. ექსტრა რომელი იყო? დავავსეთ ახალ თაობებს. ცუდი იყო ექსტრა. ინგლისურში გამანათლა ჩემა ნინიკო. მადლობა მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა. ხა ცოტა ხანი უნდა შევიცვლოთ. ექსტრა ფეინით გავდივარ ეთერი და შენკენ აცვალე. ხო, რეკლამის დრო არის ახლა და